ყველაზე ხშირად რაც ისმის ხოლმე მშობლებისგან, რომ შვილისთვის მუშაობ, ან მშობელი შვილს ეუბნება, რომ შენთვის მუშაობ. ბავშვი აფასებს ემოციას. იმ ემოციას, რასაც მე მშობელი მაძლევს. და როდესაც შედიხარ სახლში, გაგიხარდეს შენი შვილის დანახვა. სახლში ვარ, ლეპტოპი გაშლილი მაქვს, რაღაცას ვაკეთებ და ისეთ პროცესში ვარ ჩართული, რომლის შეწყვეტაც შეუძლებელი არის და ამ დროს მოდის თქვათ პატარა შვილი, უმცროსი და რაღაცას მეუბნება რა. აი ამბობენ ხოლმე, რომ სახლში ვარო და სახლიდან მუშაობ და ესო ბავშვისთვის კარგია. არა. თქვათ პირობით ვიღაც ამბობს, რომ ისე ჯობს მამა მუშაობდეს, ვიდრე დედა მუშაობდეს. და რეალურად ეს აისახება რამე ფორმით ბავშვის თვითშეფასებაზე თუ არა. გამარჯობა, ბედნიერი ბავშვის პოდკასტის მორიგი ეპიზოდია თქვენს წინაშე. საინტერესო თემა ავიღეთ, საინტერესო მომხსენებელთან ერთად. ჩვენს დღევანდელ შეხვედრას დაუთმობთ ისეთ საკითხს, რომელიც უამრავ ოჯახს ეხება, ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც. ეს არის, როდესაც მშობელი მუშაობს. და ამ საკითხს გავშლით ქალბატონ ლალი ბადრიძესთან, ერიქსონის აკადემიის ხელმძღვანელთან, ფსიქოთერაპევტთან, დიდი გამოცდილებით მშობლებთან მუშაობით, დიდი გამოცდილებით მოზარდებთან მუშაობით. და ვეცადოთ, რომ საკითხი იყოს ისეთი, აი სკალპელის დასმასავით ერთი შეხედვით, მაგრამ თან ძალიან არ დავადანაშაულოთ ჩვენი მშობლები, იმიტომ რომ ყველას გვეხება, მე ხება პირადად ეს საკითხი და ამიტომ სიამოვნებით მოგისმენთ. აი პირდაპირ ეგრევე დავიწყოთ, მოდი ამაზე ლაპარაკით. ყველაზე ხშირად რაც ისმის ხოლმე მშობლებისგან, რომ შვილისთვის მუშაობ, ან მშობელი შვილს ეუბნება, რომ შენთვის მუშაობ. და რა კი შენთვის მუშაობ, ავტომატურად ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა შენზე გადმომაქვს. აი ამ თვალსაზრისით რამდენად დამაზიანებელია ეს და რისი მთქმელია მშობლისგან ფრაზა შენთვის მუშაობ, შვილისთვის მუშაობ. შვილისთვის მუშაობ, აბავისთვის მუშაობ. ნახე გურა, პირველი როცა ამ თემაზე დავიწყეთ ფიქრი, პირველი წამომივიდა რა, იცი რომ აი მშობელი რო სამსახურში მიდის და ბავშვი რო სახლში რჩება და კარი რო იხურება და ბავშვი რო ტირის, რომ დედა მინდა და როგორი მიდიხარ სამსახურში, ხო? და რაღაცა დაღონებული თავსიდან აშაულებ, რომ რას ვაკეთებ, ხა ბავშვს ტოვებ, არა ვარ კარგი დედა, არა ვარ კარგი მამა, მიდიხარ სამსახურში და ბავშვზე ფიქრობ და ვერ ხარ იქაც ისეთი, როგორიც უნდა იყო. და თუ სამსახურის საქმეს ვერ აკეთებ, შესაბამისად და სახლში მოდიხარ და ხა ბავშვთან ხარ, აქ ფიქრობ, რომ აიმე სამსახურის საქმე დამრჩა და სახლში სამსახურის საქმეზე ფიქრობ და ორივე შემთხვევაში შედეგი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და უფრო შორიდან დავიწყებდი, საიდან დაიწყო საერთოდ ეს არა ვარ კარგი დედა და მუშაობ და ბავშვს ტოვებ. სინამდვილეში რა ხდებოდა? მე-19 საუკუნემდე ფაქტიურად ყველა დედა მუშაობდა და მამა მუშაობდა. სოფლის მეურნეობით იყვნენ დაკავებულები, ხო? იყვნენ გასულები ყანებში, თუ ვენახებში, თუ მინდვრებში, რომ ელემენტარულად შეექმნათ ის დოვლათი, რომელიც მათ შვილებს გამოსაკვებად ჭირდებოდა და ბავშვები იყვნენ მარტო. ხან ეს პატარა ბავშვი უფროსი დაზმის იმედზე იყო, ხან საერთოდ მარტო იყო, აი ესე მინდობილი იყო ველურ ბუნებას და სიტუაციას. იმის მერე რაც მოხდა ინდუსტრიული რევოლუცია და გადავიდნენ კაცებმა დაიწყეს ქარხნებში და ფაბრიკებში მუშაობა და ეს იყო ძალიან ისეთი სამუშაო პროცესი, დატვირთული ფიზიკურად და ყველანაირად. და საჭირო იყო რომ კაცი რომ მოვიდოდა სახლში ქონოდა პირობები, მოკლედ სახლში რომ მოეწყოთ მისთვის სამოთხე და წავიდა აგიტაცია, რომ კარგი დედა უნდა იყოს სახლში, უნდა სდიდეს შვილებს და მამას უნდა მოქონდეს პური. და ესეც იყო და ეს იმდენად გაჯდა ეს ფენომენი ადამიანებში, რომ უკვე ყველა ფიქრობდა, რომ ქალი იმისთვის არის, რომ სახლში იჯდეს, ოჯახის კერას მიხედოს, საჭმელი ამზადოს, ქმარს დახვდეს და პირობები შეუქმნას, შვილსაც მიხედოს. თუმცა მოხდა ძალიან საინტერესო ფაქტი, როდესაც ომი დაიწყო, მეორე მსოფლიო ომის დროს და კაცები წავიდნენ ომში, ამერიკაში იყო ეს უფრო ესეთი შესამჩნევი.
იმიტომ რომ ქარხნებში ძირითადად მუშაობდნენ მამაკაცები, ისინი ვინც იარაღს ამზადებდა, ვინც თვითმფრინავებს ამზადებდა, ვინც ბომბებს ამზადებდა და აღმოჩნდა რომ მუშახელი აღარ აყავთ და ამ დროს ეხა ისეა ადამიანებში ჩადებული კოდი უკვე რომ ხალის სახში უნდა იყვნენ და გადაწყვიტეს ეს შეეცვალათ ეს კოდი და შეიქმნა ასეთი ფენომენი როზი რივოტორი ასე ერქვა ქალს რომელიც გაპიარებაც დაიწყეს. ეს იყო კრებითი სახელია ხვდები. აიღეს ქალი ძლიერი, დაკუნთული, ხელმოკუმული ისეთი რომელიც მუშაობს და რომელიც რაღაც საზეინკლო საქმეს თუ რაღაცას აკეთებდა რა და დაიწყეს ამ ქალის გაპიარება რომ ქალი რომელიც მუშაობს ქარხანაში, მაგრამ სახშიც არის დედა და მშვენიერი დედა. და ეს შემოვიდა მასიურად, რომ აი ძლიერი ქალი. და შეიცვალა დამოკიდებულება. აღარ იყო ის, რომ დედა უნდა იყოს სახში, რომ ქალი უნდა მუშაობდეს. მივიღეთ, მუშაობენ და დევიზი იყო ესეთი: შენ შეგიძლია. მე შემიძლია, მე ქალი ვარ და ეს შემიძლია და ქალებმა საკუთარ თავის ირწმუნეს. და მიხვდნენ, რომ ისეთი საქმე, რომელიც ადრე მარტო კაცის საქმეთ ითვლებოდა, აღმოჩნდა, რომ მე შემიძლია გავაკეთო და გარდა ამისა შემიძლია სახშიც ვიყო და შვილებთანაც ვიყო დედა. თუმცა ორმაგი ტვირთია ამ შემთხვევაში. ეხლა რაღაცა ის თითქოს ბუნებრივად ხდება, რომ დედა უნდა იყოს მთავარი მზრუნვა. ეხლა კი გასაგებია, რომ თქვა დედობრივი სიყვარული რაღაცა პირდაპირ მზრუნვასთან ასოცირდება, თქვა და რაღაცა მამობრივი სიყვარული რაღაც ტიპის ჩარჩოებთან, ესე თქვა ბავშვისთვის, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის რა, იმიტომ რომ ეხლა ჩვეულებრივი თემაა, მამაც უნდა იყოს სახში და დედაც უნდა იყოს, ანუ ქალიც შეიძლება მუშაობდეს და კაციც შეიძლება მუშაობდეს, ხო? ეგ ნაწილი, ნუ ისეთი არის, ანუ ქალს ორმაგ ტვირთს აკისრებს. ნამდვილად და მაგაზე მე ძალიან საინტერესო თემა წამოვიჭერი შენ და მაგაზე მე ძალიან საინტერესო მაინტერესებდა მე ხა ბავშვებთან და მშობლებთან მუშაობდა, სწავლობდი სხვადასხვა ქვეყნებში როგორ არის ეს თემა დალაგებული და საინტერესო თემას მივაგენი და ჯერ მაგას მინდა დაუბრუნდე, რომ მოკლედ ეს ომი დამთავრდა. დამთავრდა ეს ომი და ქალებს უთხრეს, რომ იცი რა გენაცვალეო, თქვენო უკვე მიბძანდით ეხა სახში და მიხედეთ დიასახლის. ისევ პროპაგანდა წავიდა, ისევ კაცი მონადირე იყო, ქალი სახში იყო და ამ შემდეგ. ეს იყო 50-იან წლებში და მაშინ იყო ესეთი, რომ ბედნიერი ქალი და აჩვენებდნენ ქალი, რომელიც სახშია, შვილებს უვლის, მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ იმ წლებში დიასახლისებში ყველაზე მაღალი იყო ანტიდეპრესანტების გამოყენება. ფაქტიურად ქალები ჩავარდნენ დეპრესიაში, იმიტომ რომ მათ გაუგეს გემო, რა არის ის, როდესაც შენ თვითონ ქმნი, იმასაც ახერხებ, ამასაც ახერხებ, ძალიან მაღალი თვითშეფასება გაქვს, ძლიერი ხარ და უცებ გეუბნებიან, რომ აღარ ეხაო რა, ეხა უკან უნდა დაბრუნდეო. ქალებს აღარ მოუნდათ უკან დაბრუნება და იმ დღის მერე ფაქტიურად ისევ დაიწყო ის, რომ ქალებმა დაიწყეს მუშაობაც, ბავშვების მიხედვაც და დედა და მამა ჩართული რომ უნდა იყოსო მაგაზე მინდა გითხრა რომ აი ფინეთში აქვს ძალიან საინტერესო მოდელი მშობლების როგორ იყოს მშობლის ჩართულობა ბავშვის აღზრდაში იქ არის კაცების დეკრეტიც ეხლა აქაც არის კაცების დეკრეტი სკანდინავიის ქვეყნებშიც არის ხო შვედებსაც აქვს ხო და როგორი აქვს შვედებსაც როგორი აქვს რაც აი ნუ გავგიჟდი ისე მომეწონა მამის დეკრეტი არ იცვლება. უნდა აიღოს მამამ თუ არა და კარგავ. ხო და აქ იძულებული ხარ გენანება რომ როგორ დავკარგო. სხვაგან გადაცვლა ხდება და შვედეთში არ ხდება. არ ხდება გადაცვლა. ხო, შენ გააქვს შენი დეკრეტი და უნდა გამოიყენო. და ძალიან ხშირი მაგალითი ხა სკანდინავიის ქვეყნებში ზუსტად როცა შეხვდები მამა რომელიც ბავშვს კალიას კითხავს გამოყვანილი ყავას მიირთმევს ბავშვი იყავს და არავინ არ ამბობს რომ ბავშვის მომვლელი გახდა ჩვეულებრივი ნორმალური ამბავია ბავშვს მამა სჭირდება დედაც და ნახე მამა ბევრად უფრო ჩართულია აღზრდის პროცესში ვიდრე სხვა შემთხვევაში თუმცა იცი მე მგონია რომ საქართველოშიც უკვე ეს დამოკიდებულება შეიცვალა არა ხო, ну, რა ვიცი, ხა მე რასაც ვაკვირდები, ეს რაღაც ამბავში კულტურასთანაც კავშირში, ხა თქვა, აი ჩვენი კულტურა რაღაც მომენტში ხანდახან იტალიური კულტურაც მოითხოვს ამას, რომ იცი რა კაცის ზედმეტი ასეთი ტიპის ჩართულობა, თქვა, ოჯახში მაინც და მაინც მასკულინურობასთან არ ასოცირდება და თითქოს კულტურაც ზეწოლას ახდენს შენზე, ხა რომ თქვა პირობითად
მამაკაცმა რო თქვას რომ მე დავჯექი სახში გადავწყვიტეთ ოჯახში რომ ჩემმა ცოლმა უნდა იმუშაოს და მე უნდა გავზარდო თოთოობიდან შვილი შეიძლება ხმამაღლესი არავინ არ თქვას მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ესე ვთქვათ ქვედა შრეებში რაღაცა ჩურჩულები მოყვება ხოლმე ამას და ამიტომ კაცები ამიტომ ცოტა თავს რაღაცნაირად იმაშვებიან რა ქვია ნაბიჯს უკან დგამენ ხოლმე ამიტომ ეს თემა რაღაცა ჩვენს კულტურასთანაც არის შეჭიდული რა მინდო მე კითხა მოკლედ ერთი არის ეხა ეს რა მოცემულობა მეორეა რაღაცას ვერ ავწდები თქვათ ეხა მშობელი თქვათ ვერ გაიმართლებ თავს იმით რომ ეხა მე მინდა რომ ბედნიერი შვილი მყავდეს და მთავარია სახში ვიჯდე და მოდი მე თავს შევსწირავ ჩემს შვილს და მე ვიქნები თუნდაც უბედური ეს დამოკიდებულება რო არის და ორი პური გვექნება დღის განმავლობაში და მოკლედ რაღაცა ეს მითები და ლეგენდები რაც არის ხოლმე ასე ვერ ვიცხოვრებთ იმიტომ რომ ვითარდება ცხოვრება და შესაბამისად რაღაცა ტიპის დოვლათის დაგროვებაც ადამიანის რაღაცა ტიპის მოთხოვნილება არის ბუნებრივი ხო ანუ მშობელი მუშაობს ახლა უკვე პრინციპში მე რომ მკითხო კარგიც არის რომ ორივე მშობელი მუშაობს მაგრამ მეორე მხრივ არსებობს კიდე რაღაცა რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანია ის რომ ბავშვს სჭირდება მშობელი უფრო მეტად გვერდით ეხა ეს სცილა და ქარიბდა შორის სიარული ძალიან რთული არის მაგრამ როგორ უნდა მოახერხოს უბრალოდ მოდი იქიდან დავიწყებ რომ როგორ აღიქვამს ბავშვი დაკავებულ მშობელს რომელიც მუშაობს ხო არ აღიქვამს ამას ღალატად, ხო არ აღიქვამს უყურადღებოდ. აი ამ დროს მშობელმა რა უნდა გააკეთოს, დეტალურად უნდა აუხსნას თუ არა რომ განა ის რომ შენი საჭიროებისთვის მუშაობ, არამედ ჩვენი საერთო საჭიროებისთვის მუშაობ. მე სიამოვნებს რომ მუშაობ, მე მომწონს რომ თქვათ შენზე ვზრუნავ, იმიტომ რომ მე ხა ძალიან ბევრი ისტორიას ვისმენ ხოლმე ზრდასრულებისგან, რომლებსაც გამწარებული აქვს ცხოვრება, იმიტომ რომ დარდობენ იმაზე, რომ მშობელმა მეც თავის ცხოვრება შემომწირავ. აი, ძალიან ბევრი ადამიანის გარდა დედაჩემ აიცის ხოლმე. მთელი ცხოვრება შემოგწირეთ და დანაშაულის აღარ მუშაობს. არა, ნუ ხო ეგ ისეთი თემაა. აი, ამ დროს როგორ უნდა ბავშვის თვალით შევხედოთ, ჯერ და მერე ზრდასრულის თვალითაც გავაანალიზოთ. ბავშვმა ის რომ მშობელი წასულია მთელი დღე სამსახურში და უმეტესად ჩვენ ახლა პატარა ბავშვებზე ვლაპარაკობთ, ხო? ბავშვმა არ იცის საათის ცნობა და არც საათი არ აქვს. ბავშვი საათებს არ ითვლის. ბავშვი აფასებს ემოციას. იმ ემოციას, რასაც მე მშობელი მაძლევს და ის ემოცია, რაც ბავშვს სჭირდება, შეიძლება 15 წუთში მისცე. ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა მაგასთან დაკავშირებით, აინტერესებდათ აი ეს მშობლების შვილების დამოკიდებულება, მშობლის მიმართ გეცოდინება გურამ ალბათ. ძალიან დიდი ექსპერიმენტი იყო, 1000-ზე მეტ ბავშვზე ჩაატარეს. როდესაც ბავშვი იყო ოთახში, მშობელთან ერთად თამაშობდა და ამ დროს შემოდის ოთახში უცხო ადამიანი და ეს დედა ან მამა გადის ოთახიდან, ბავშვი რჩება უცხო ადამიანთან. უმეტეს შემთხვევაში ბავშვი იწყებდა ტირილს, მაგრამ საინტერესო იყო დაბრუნების მომენტი, როცა მშობელი ბრუნდება და სულ სხვადასხვანაირი რეაქცია ჰქონდათ ბავშვებს. თითქმის ყველა ტირილს იწყებდა და როცა მშობელი ბრუნდება, თუ ბავშვი დგება, ეხუტება მშობელს და გახარებულია, მათ ემოციური დამოკიდებულება აქვს. შემდეგ გამოკვლევებით უკვე გამოიკვლიეს, ანუ ვის როგორი დამოკიდებულება ჰქონდა. თუ ბავშვი დაბრუნებულ მშობელს იღებს სიხარულით, ესე იგი აქ საქმე კარგად აქვს. ბავშვს არ აკლია მშობლის ემოცია. მეორე იყო, როდესაც მშობელი შემოდის და ბავშვი გაბუტულია და მშობელს ზედაც არ უყურებს. ესე იგი აქ არ არის ის ემოციური დამოკიდებულება, ბავშვი არ ენდობა. იმიტომ რომ იმან არის ეს რო წავიდა, ის შეიძლება ფიქრობს, ეს წავიდა და მიატოვა. მესამე შემთხვევა იყო, როცა ბავშვი თან უხარია მიდის მშობელთან, თან უცებ ბრაზდება და ურტყავს და ვეღარ გაიგო რა, ხან უხარია, ხან არეულია. ეს არის დამოკიდებულება, როცა მშობელი დაღლილი მოდის და ხან უნდა ამ ბავშვს მიეფეროს, ხან ვერ იღებს. ამბივალენტური მდგომარეობაა ეს. ხასიათის მიხედვით რო ხასიათის მიხედვით ბავშვი ვეღარ იგებს. ბავშვებს რა ჭირდებათ? დაცულობა. თუ შენ მოდიხარ სამსახურზე და გაღიზიანებული ხარ, კეთილინებ 1-10-15 წუთი გაჩერდი, სახში არ შეხვიდე არეული და როდესაც შედიხარ სახში, გაგიხარდეს შენი შვილის დანახვა. თუნდაც 15 წუთი დაუჯექი, ეთამაშე, თვალებში ჩახედე. ტელეფონში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა არის მშობლებთან, აი ტელეფონზე გამახსენდა, რომლებსაც უწევთ სახში მუშაობა.
კომპიუტერით. ბავშვი თulis, რომ ის არ არის საკმარისად კარგი. ჯობია სამსახურში იყო და ბავშვი ამას ვერ ხედავდეს, ვიდრე იმას, რომ სახლში ხარ და დროს ვერ უთმობ. აი ამბობენ ხოლმე, რომ სახლში ვარო და სახლიდან მუშაობ და ესო ბავშვისთვის კარგია. არა. პირიქით, ჯობია ბავშვი ამას ვერ ხედავდეს, მაგრამ ბავშვი გრძნობს, შენ რომ მოხვედი იმ ემოციით, ის საათები ბავშვს არ ახსოვს. მე როცა იხსენებს, აი წლები რო გავა, ჩემი ეს სიამბობს, იმას რა ახსოვს, ის სითბო და ის ემოცია, რომელსაც დედა უთმობდა. საათები არ განსაზღვრავს ამას. შეიძლება ერთად ვიყოთ, მაგრამ თელი დღე შეიძლება მინდა მეთქვა, ხო, ერთად გაატაროს მშობელმა და შვილმა, მაგრამ ეს კავშირი კომუნიკაცია თითქოს არ იყოს. ეგ ძალიან საინტერესო საკითხია, მაგაზე არ მიფიქრია სხვათა შორის სახლიდან მუშაობის ნაწილზე, იმიტომ რომ აი მე მქონია შემთხვევა, რომ თქვა სახლში ვარ, ლეპტოპი გაშლილი მაქვს, რაღაცას ვაკეთებ და ისეთ პროცესში ვარ ჩართული, რომლის შეწყვეტაც შეუძლებელი არის და ამ დროს მოდის თქვა პატარა შვილი, უმცროსი და რაღაცას მეუბნება რა. და აი ძალიან ესეთ რთულ ვითარებაში აღმოჩნდები მაგ დროს, იმიტომ რომ ეხა არ გინდა რომ ესე უთხრა რომ თქვა შენთვის ეხა არ მცალია, მეორეს მხრივ არის ის რომ ეს საქმე გასაკეთებელი გაქვს. და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ აუხსნა, დაუსაბუთო, რომ თქვა ეხლა ამას მოვრჩები და აუცილებლად გადმოვერთვები, შენი რაღაცა დრო მქონდა ამისთვის განსაზღვრული, როგორც შენ გაქვს თამაშის დროს რაღაცა განსაზღვრული და მე თქვა გადმოვერთვები, მაგრამ ამასაც ეს თეორიულ დონეზე ადვილია ამის თქმა, მაგრამ პრაქტიკაში ამის გაკეთება ყოველთვის რთულდება ხოლმე, ხო, ძალიან რთული არის. მაგრამ დასაფიქრებელი ძალიან უჭირთ და ნახე გურამ თუ დაპირდი, მაშინ შეასრულე. შეიძლება ისე გავიდეს მე რომ ბავშვმა დაიძინოს და შენ ეს არ გააკეთო და უკვე უნდობლობა უყალიბდება. ამიტომ ჯობია რომ როცა სამუშაო გაქვს, თქვა ბავშვთან ახლოს არ. იმიტომ რომ ბავშვი ამას ვერ იგებს და ნახე ჩვენ რატო გვიპროტესტდება ხოლმე რომ ცუდი მშობელი ვარ ეს ვარ ის ვარ იმიტომ რომ რაღაც იდეალური არა ვარ და კარგი არა ვარ და ეს იყო მითი რომ მშობელი უნდა იყოს იდეალური მაგრამ იყო ასეთი ფსიქოლოგი გეცოდინება დონალდ ვინიკოტი რომელმაც ძალიან მაგარი რამე გააკეთა მე მგონია რომ რა ვიცი ლამის გადატრიალება მოახდინა ამ სფეროში ომის დროს ინგლისში ლონდონში მუშაობდა 30-40 წელი მუშაობდა ბავშვებთან პედიატრი იყო და ბავშვები რომლებიც მოაცილეს საშიშ ადგილებს მოაცილეს მშობლები მოდიოდნენ ძალიან ხშირად და ბავშვს იგლიჯავდნენ გულიდან ტოვებდნენ და თვითონ ბრძოლის ველზე მიდიოდნენ ეს ბავშვები იყვნენ ძალიან ცუდად და აი ლაპარაკი იყო რომ აი დედა რო არ აყავს აქ და მამა რო არ აყავს იმიტოა ცუდად და მან ძალიან ერთ-ერთ მაგალითს გეტყვი, როდესაც ერთი ბავშვი, რომელიც ძალიან ჭირვეული იყო და არ ჭამდა, არაფრით არ ჭამდა, როგორ არ აძალებდნენ, როგორ არ ეუბნებოდნენ, მან გადაწყვიტა, რომ მიდგომა შეეცვალა ბავშვთან. დაუჯდა ბავშვს და არ აძალებდა საჭმელს არანაირად, უბრალოდ ამოიღო თავისი ფონეიდოსკოპი თუ რაღაც ინსტრუმენტი არ მახსოვს და დადო. გვერდით დაიდო და ეს ბავშვი ჭირველობდა არ შევჭამ, შეჭამა უთხრა აგრესიულად იქცეოდა, ეს მაინც თბილად ეპყრობოდა. პირველი შეხვედრა, მეორე შეხვედრა, მესამე შეხვედრაზე ბავშვი ცოტა რაღაცა გაჩერდა. მეოთხეზე უკვე აიღო ეს ფონეიდოსკოპი, დაინტერესდა რა იყო, თამაში დაიწყო ამით. ესეც აყვა, საჭმელზე ერთი სიტყვა არ უთქვამს. ნახე, ბავშვი მიიღო ისეთი, როგორიც იყო, გაბრაზებული, აგრესიული მიიღო. ნელა ბავშვმა ჭამა დაიწყო. ის მიხვდა, რომ ის უყვართ ისეთი, როგორიც არის. და აღმოჩნდა, რომ თავარი ის კი არ არის, დედა ყავს გვერდზე თუ არ ყავს, თავარი არის, როგორ იქცევა ეს დედა და მამა, როგორი გარემო აქვს ბავშვს და შეიძლება სხვამაც შეუქმნას ასეთი ნდობით სავსე გარემო. და გარემოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგაზე, აი ჩემი საყვარელი ვგიჟდები მარია მონტესორი. რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა და მარია იყო პირველი ექიმი ქალი იტალიაში. რომელსაც მოხდა ისე მოკლედ რომ ბავშვი გააჩინა კოლეგისგან და ეს იყო იტალიელები ჩვენზე უარესები იყვნენ. მიუღებელი თემა იყო აბსოლუტურად ეს თემა და მარია იძულებული იყო ბავშვი გაეგზავნა სოფელში. და ეს ბავშვი ანრი ერქვა თუ არ ვცდები, იზრდებოდა სოფელში და მარია მას აცნობდა თავს როგორც დეიდა და ჩადიოდა ნახულობდა როგორც დეიდა.
და ეხლა რატო ყვები ამას? იმიტომ რომ მარიამ მოგიხსენება შექმნა მეთოდი, როცა ბავშვი თვითონ ვითარდება. მუშაობდა ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც ბავშვებს ძალიან ცუდად ექცეოდნენ, არ ექცეოდნენ ისე და მან დაბალი თაროები გააკეთებინა, რომელსაც ბავშვები მიწვდებოდნენ და შესაძლებლობა ჰქონდათ აეღოთ სათამაშო, აეღოთ რაღაც ნივთი და მოხდა ისე რომ ბავშვებმა წერა-კითხვა თვითონ ისწავლეს და ეს ფსიქიურად არა ჯანსაღი ბავშვებიდან უმეტესობამ სკოლებში გააგრძელა სწავლა და რას აკეთებდა? უბრალოდ საშუალებას აძლევდა ბავშვებს რომ ეკეთებინათ ის, რაც თვითონ უნდოდათ. და მე ვფიქრობდი, რომ საიდან მოუვიდა ეს აზრად, მეთქი და ვიფიქრე, რომ ეს შვილი რო გაუშვა სოფელში, ფაქტიურად ეს ბავშვი თავისი ინაბარას იყო. იქ იმის აჭმევდნენ, ასმენდნენ, თავშესაფარი ჰქონდა, მაგრამ თვითონ ვითარდებოდა და ეს მეთოდი აღმოაჩინა მარიამ, რომ ბავშვი არის ძლიერი. ბავშვს შეუძლია თვითონ განვითარდეს და ზუსტად რო ჩადიოდა თავისი შვილის სანახავად, როგორც დეიდა, აი ამას აკეთებდა იქაც, რომ გარემოს უქმნიდა, რომ როდესაც თვითონ წამოვიდოდა, ისეთ ნივთებს უტოვებდა, განმავითარებელ, ისეთ რაღაცებს უტოვებდა, რომ ბავშვი თვითონ შეძლებოდა ამით თამაში. მაგ ბავშვი თვითონ განვითარებული იყო და ალბათ მეთქი ვფიქრობ, ამანაც გამოიწვია ის, რომ მივიდა იმ დასკვამდე სანამდეც მივიდა, რომ ათასობით ბავშვს პატრონობდა და თავისი შვილი ვერ მოყავდა. წლების მერე, როდესაც უთხრა შვილს, რომ უკვე დედა იყო, მათ ეს მეთოდი ერთად განავითარეს და ჩართული იყო. ეს ანრი დიდი დოზით და ალბათ ამ გამოცდილებამ ორივეს ძალიან მაგარი რამე მისცა. კი ბატონო, მადლობა. ესეთი რა მაინტერესებს, აი მე რაც უყურებ ხოლმე განსაკუთრებით დედებში არის ეს დანაშაულის შეგრძნება შვილთან დროის ნაკლებად გატარების ნაწილში, ანუ თან რაღაცა ქართველი დედა ხო კიდე რაღაცნაირი ფენომენი არის, ეხლა დედა ყველგან დედაა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ცოტათი გვაქვს ეს ჰიპერმზრუნველობისკენ მიდრეკილება. მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში. ებრაელ დედას რო კი მისთანო, ებრაელ დედას ხო? ანუ ებრაელ დედა ეს სხვა ფენომენია კიდე, მაგრამ ანუ ჩვენ შემთხვევაში რას გულისხმობთ, იცი რომ რაღაცნაირი ეს პრობლემად აღვიქავოთ, ამას მე იმათ არ აღვიქავ, რომ რაღაცა ეს ხელის ჩაჭიდების ზედმეტად რაღაცა მოთხოვნილება, რაღაცა კულტურები განსაზღვრავს ხოლმე ამას. არგენტინაში ვნახე სხვათა შორის კიდე მსგავსი, ჩვენი მსგავსი ძალიან ისეთი გამახსენდა ჩვენი რეალობა. აეროპორტში აცილებდა დედა შვილს და ტირო მოთქმა გოდა რაღაცა და მეთქი ალბათ ომში უშვებს თუ რა ვიცი, სად უშვებს, არ ვიცი, თურმე სად უშვებდა იტალიაში სამოგზაუროდ და ტიროდა და იქ საჭმელების მიქონდა და ამბავი და რაღაცა თბილისის აეროპორტი გამახსენდა რა, მაგრამ ნუ ეს საკი ფენომენია. ხო და რას ვამბობ, ხშირ შემთხვევაში მომისმენია ხოლმე დედებისგან, რომ აქვს ეს დანაშაულის შეგრძნება, რომ მუშაობ ერთის მხრივ ადამიანს აქვს რაღაცა ისეთი იმანენტური მოთხოვნილება იმისა, რომ უნდა რეალიზდეს თვითონ და ჩვენ ყველანი ამისთვის ვართ დაბადებული, ჩვენ მშობლობისთვის არ არის ჩემი აზრი ესეთი რა თქმა უნდა შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩვენი უმთავრესი ფუნქცია მშობლობა კი არ არის ჩვენი პირადი განვითარება და ეს ინდივიდუაცია თუ განხრთობა თუ რასაც დავარქმევთ. მშობლობა ამის ერთ-ერთი კომპონენტი არის. ამიტომ ბუნებრივი რომ ადამიანს უნდა რეალიზდეს რაღაცა ფორმით, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ ესეც ალბათ კულტურული წნეხიდან მოდის, რომ აქვს დანაშაულის შეგრძნება, რომ იქნებ რაღაცას ისეც ვერ ვაკეთებ. თან ამას თუ დაემთხევა ხოლმე, რომ ბავშვებმა ხანდახან იციან მანიპულაცია, ხანდახან გულწრფელები არიან ამ თავის ნათქვამში, რომ შენ ჩემთვის საკმარისი დრო არ აგაქვს. და ეს რაღაცა დანასავით არის თითქოს მშობლის გულზე დასმული. აი ამ დროს მშობელმა რა უნდა ქნას, როგორ უნდა შეემზადოს ფსიქოლოგიურად ამისთვის, ბავშვთან როგორ უნდა ილაპარაკოს, აი ამ თემებზეც რო ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ვთრე გურამ გეთანხმები აბსოლუტურად, რომ ჩვენთან ეს დიდი დოზით არის, კი არა, სიბერემდე გეუბნება შენი გულისთვის, შენთვის გავაკეთე, მაგრამ სინამდვილეში ხო კარგად ვიცით, რომ არავისთვის არაფერს არ აკეთებს, ყველა აკეთებს საკუთარი თავის გულისთვის, ყველა ვარიანტში. ის რომ მე შენ შემოგწირე, ყველაფერი არ შემოგწირე, ესე მჭირდებოდა ამას სხვა ახსნა აქვს. ეს ყოველთვის პროტესტდება ხოლმე მშობლებს, რას ქვია არ შევწირე, რაღაცაში გჭირდება, შეიძლება წარუმატებლობის გეშინო და შეიძლება რა ვიცი კომფორტული შენთან უფრო შულთან ყოფნა იყო. ყოველ შემთხვევაში შენი გადაწყვეტილება. შეიძლება მარტოობის ამას წინათ მოვისმინე, ღმერთმა ყველას აშოროს, მაგრამ დედა ტიროდა შვილს, გარდაეცვალა და მე
ვიღა მომივლისო და აი რამე როგორ ისეთი მძიმე მე ვინ მომივლისო სიბერეში მომივლის პირდაპირ მაგრამ იცი რა ნებისმიერი გარდაცვალების შემთხვევაში თუ მოусმენ ხოლმე რას ამბობ ყველა ამბობს რომ რა მეშველება ყველა თავის თავს ტირის რომ როგორ გავძლო უშენოთ ხო და ამ კუთხიდან რო შეხედავ ცოტა ისეთი თემა მაგრამ ამ მშობლობის თემას რო დაუბრუნდეთ როცა დედა თავს იდანაშაულებს, რომ აი მე არა ვარ საკმარისად კარგი დედა და ზუსტად ვინიკოტი ამბობდა, რომ მოდი არ ვიყოთ იდეალური დედები, ვიყოთ საკმარისად კარგი მშობლები, საკმარისად კარგი. საკმარისად კარგი რას მოიცავს? შეცდომები ჩვენც დაუშვათ, შვილებსაც მივცეთ საშუალება, რომ დაუშვან შეცდომები. იმიტომ რომ ცხოვრება ესეთია, შენ ყოველთვის მას ბოლომდე ვერ გაყვები. ყოველთვის თავზე ხელს ვერ გადაусმევ და შეცდომის დაშვება არის მე მგონი ერთ-ერთი დედობის საუკეთესო მომენტი. უბრალოდ ნახე ბავშვმა რა უნდა იცოდეს, რომ მე შენს გვერდით ვარ. შენ დაუშვი შეცდომა, წაიქეცი, მაგრამ მე გვერდით ვიქნები და წამოგაყენებ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ეს იგრძნოს და მე ხო ზღაპრებს ყვები და მოგიყვერთ ზღაპარი. სიამოვნებით. მიყვარს ზღაპრები. მოკლედ აღმოსავლეთში ერთმა ბებაღემ დარგო რაღაც განსხვავებული ჯიშის ხეიშოვა და დარგო ეს ხე და უვლის თანყვება ამ ხეს მოკლედ მთელი ბაღი აქ გაშენებული ყველაფერს ნუ აქცევს ყურადღებას ამ ხეს უჩრდილავს წყალს უსხავს უყრის იმ სასუქს რომ გაიზარდოს და საოცრება ის არის რომ ეს ხე არ იზრდება ყველაზე დაჩიაებული და ყველა ესეთი და მაგრამ ამას განსაკუთრებულად უყვარს მოხდა ისე რომ მიიღო სამსახური ძალიან მოშორები თავისი სახლისგან და უნდა წავიდეს. მივიდა ამ ხეს დაემშვიდობა რომ რა ვქნაო. უჩემოთო შერაგეშველებაო, მაგრამ უნდა წავიდეო, სხვა გზა არა მაქვს. წავიდა და მოხდა ისე რომ რამდენიმე წელი ვერ დაბრუნდა სახლში და რო ჩამოვიდა თავის ბაღში შევიდა და შეშინებული მიდის ამ ხესთან. უცებ ხედავს რომ რაღაცა დიდი მძლავრი ხე დგას ისეთი და თავისი ხის ადგილას და გაოცებული უყურებს ვერ იცნო თავისი ის დაუძლურებული პატარა ხე და ხეს უთხრა რომ კი მაგრამ გივლიდიო თანყვებოდიო ყველაფერს გიკეთებდიო და ეს როგორ მოხდაო ესეთი როგორ გაიზარდეო შენმა წასვლა მეო ყველაზე მაგარი რამე მომცაო გადამარჩინა ზედმეტი სიყვარულისგანო ის როცა შენ მე მიყრიდი სასუქს ძირებშიო მე აღარ მჭირდებოდა რომ ჩემ ფესვები ღრმად ჩასულიყო იმიტომ რომ ისედაც ყველაფერი მქონდაო ის როდესაც მიჩრდილავდი აღარ მჭირდებოდა ისეთი გავზრდილიყავდი რომ ძალიან კომფორტულად ვიყავი შენი იმედი მქონდაო და როდესაც შენ წახვედი მე იძულებული გავხდი რომ ფესვებით მყარად დამდგარიყავი მიწაზე რო გავზრდილიყავი და რო შემენარჩუნებინა სიცოცხლეო და აი ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანიო და აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ჩვენ შვილებს მივცეთ იმის საშუალება რომ ფესვები გაიდგან თუმცა ამ ბოლო დროს მე რასაც უყურებ ახალგაზრდები ძალიან კარგად უდგებიან ამ საკითხს, უფრო არ არის მშობლების უმეტესობა მუშაობს და ჯანსაღად, როდესაც მოდიან მერე ბავშვთან ერთად ატარებენ მთელ შაბათიან კვირა ერთი დღე მთლიანად არის ბავშვის, როდესაც მთლიანად ხარ ბავშვის, როდესაც მოდიხარ სახლში, ასევე თამაშობ ბავშვთან, მასთან ერთად, რა ვიცი, ბიჭებს განსაკუთრებით უყვართ ხოლმე მამასთან ჭიდაობა და ეს ძალისმიერი რაღაცა მეთოდების გამოყენება. გოგო თუნდაც ერთად გააკეთოთ ხაჭაპური გამოაცხოთ, ან რა ვიცი, ტორტი გამოაცხოთ, ან შეიძლება უბრალოდაც იმ დახატოთ ერთად ის რომ ბავშვმა დაინახოს რომ შენ მის გვერდით ხარ და როდესაც შენ გიჭირს იცოდე რომ დედა ან მამა ყოველთვის შენს გვერდით არიან ნებისმიერ შემთხვევაში და ნახე ჩვენ დროს იყო ესეთი გამოთქმა მე სულ შენთანა ვარ არა ვარ მე სულ შენთან ჩემი საყვარელი ბავშვობის წიგნი არის პეპი გრძელი წინდა გახსოვს? აი გიჟდები ისე მიყვარს. და სულ ფიქრობდი, ბიჭო, რა მაგარი ქალია ეს ასტრიდ ლინდგრენი, რა მაგარი წიგნი დაწერა, მე პეპი რო ამბობდა, რომ მე მამა ზღვაში მყავსო და დედა ცაშიო. და სულ მშურდა ამ პეპის, იგივე რა ბედნიერია მეთქი, რომ მარტო ცხოვრობდა, ძალიან ძლიერი იყო, ყველაფერს თვითონ აკეთებდა. თვითონ მღეროდა. წავდა. ჩემი საყვარელი ადგილია საერთოდ, რომ ხო და ის რომ თავის თავს აძინებდა, თავის თავს უმღეროდა და ძლიერი ბავშვის ფენომენი შექმნა. რომ ბავშვს, დედაც და მამაც შეიძლება გვერდით არ ყავდეს, მაგრამ ძლიერი იყოს, ხო? თვითონ გადალახოს ეს მომენტი და საოცრად მუშაობდა ეს წიგნი ყველაზე. ვინც წაიკითხა, ყველას უნდოდა რომ ყოფილიყო პეპისავი ძლიერი და მე
ასტრიდის ბიოგრაფიას გავეცანი. აღმოჩნდა, რომ ასტრიდს ფაქტიურად იგივე დაემართა, რაც მარია მონტესორის 18 წლის დაორსულდა, შვილს ვერ გამოაჩენდა და შვილი ყავდა გახიზნული სხვა ქვეყანაში საერთოდ. ხშირად ვერ ჩადიოდა და თავი უნდა დაერწმუნებინა, რომ ბავშვი დედის გარეშეც ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ მართლა ესე მოხდა. ძალიან ძლიერი გაიზარდა ბავშვი, ოღონდ ის ყოველთვის გრძნობდა დედის მხარდაჭერას. ასტრიდი ძალიან ხშირად ჩადიოდა და მის გვერდით იყო. და ეუბნებოდა, რომ მე ვმუშაობ, მაგრამ აუცილებლად მოვალ. არასოდეს არ დაგტოვდა, პირობას ყოველთვის ასრულებდა. ხო და შექმნა ის მოდელი დამოუკიდებელი ბავშვის, რომელსაც მამა ზღვაში ყავს და დედა ცაში. მაგრამ არ იკარგება. აი ამ პირობების და რიტუალების ნაწილი ძალიან საინტერესო არის, რომ თქვა აი მშობლებს მეც ხშირად ურჩევ ხოლმე, რომ რაღაცა რიტუალები შექმნა. თქვა აი პირობითაც სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ რაღაცა ტიპის ამბავი ან რაღაც ზოგ ოჯახს აქვს ესეთი რიტუალი, რომ თქვა რაც არ უნდა ხდებოდეს, ბოლოს ჩაის მაინც ერთად დავლებთ, ან რაღაცა რიტუალები ეს აუცილებელი არის. მაგრამ მე ახლა ესეთი შეკითხვა მაქვს, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი კარიერაზე ორიენტირებულია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, ალბათ უფრო სამწუხაროდ გარკვეული ტიპის სამუშაოები და სამსახურები მთელი რესურსის წაღებას ითხოვს შენგან. ეხლა მაგალითად აი ჩემ შემთხვევაში ეგ ფასკული სადაც ახლა ვიმყოფებით. ეს მთელი ენერგიას ითხოვს, რომ რაღაცა ფეხზე დადგე, განავითარო და თავს მოიმართლებ შენ. წინ წახვიდე, ხო? თუ მე მაქვს დრო, ხო, მე რაღაცა ისე მოხდა, რომ გამოვყავი მაინც მეტნაკლებად. ხო და რა თქვი ახლა მთელ რესურსს ითხოვს, ესე იგი არ ითხოვს. ნუ როგორ არის საწყის ეტაპზე მაინც ესე არის. ეხლა ყოველ შემთხვევაში პირველი 2 წელიწადი მართლა სხვა გამოსავალი არ იყო, ერთი კაცი მუშაობდა, ყველაფერს მე ვაკეთებდი ხო, მაგრამ რაღაცა მივედი იქამდე, რომ ნელ-ნელა ვითავისუფლებ დროს. თუმცა 15 წუთი არ გეცალა გურა. კი, არა, მაგ ნაწილში მე ანუ ვიცი რომ ესე უნდა გავაკეთო და ბუნებრივი მოთხოვნილებაც მაქვს. მე არ შემიძლია სხვანაირად ასე ვთქვათ რა, ეხლა რომ მივდივარ ხოლმე რაღაცა პატარა რიტუალები სულ მაქვს და დიდხანს ჩემი შვილების გარეშე ყოფნა უბრალოდ არ შემიძლია. ანუ ზოგი არის რომ შეუძლია, მე არ შემიძლია. მაგრამ სხვა რამეს ვამბობ, რომ აი ესეთი ტიპის ვთქვათ აი ეს კარიერაზე ორიენტირება, რაც ცუდი კი არ არის, მაგრამ რაღაცა მსხვერპლს ითხოვს. ხშირ შემთხვევაში ხა მე ვერ დავიჯერებ რომ რომელიმე მშობელს, იმიტომ რომ მე ესეთი ვარ და მგონია ყველა მშობელი ესეთია, რომ თავისი შვილის გარეშე რაღაცა ანუ მის შვილისთვის უნდა რა თქმა უნდა რაღაცას დავიწყე და შვილის გარეშე არ წამოუდგენია თქვა საკუთარი თავი უმეტესობას ყოველ შემთხვევაში უпростоრად რომ დავაზუსტო არ წარმოუდგენია რომ ესე მოიშოროს თავიდან შვილი და თვითონ ცალკე სადღაც განვითარდეს. მაგრამ ამას რომ ვერ ახერხებს კომპენსაციას ხდილობენ ხოლმე საჩუქრებით. აი მსმენია მშობლისგან რომ მე არ ვარ ხელმისაწვდომი ჩემი შვილისთვის, არც ემოციურად, არც ფიზიკურად, არანაირად ვაღიარებ, გზნობ ამას. მაგრამ ზაფხულში საგზურს გავარტყავ და ისიც კმაყოფილი იქნება და მეც, ანუ ქრთამს გადავიხდე, გველეშაპს რომ მიუყვან ქრთამს და ყველაფერი ესე დაალაგდება. მაგრამ ამ დროს მე მომისმენია ჩემი მოსწავლეებისგან ესეთი ის გვაქვს ხოლმე პატარა კალათასავით ვინ რაზე ოცნებობს და მე წამიკითხავს ესეთი რაღაც რომ მოსწავლეს დაუწერია რომ მშობელთან ერთად დროის გატარებაზე ვოცნებობ. ვიცი როგორი რთული მოსასმენია თან შე როცა მშობელი ხარ გარბი ხარ მაგ დროს სახში რომ დროულად რაღაცა ისე შენს შეცვალო. მუშაობს ეს საჩუქრები საკომპენსაციოდ? არ მუშაობს რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს არის მარტო ფიზიკური. ხო. აი კარგად გაცვია, კარგად მოგზაურობ, იქ დამყავხარ, აქ დამყავხარ. ეს რასაც ვაკეთებ, რა თქმა უნდა შენთვის ვაკეთებ. ესეც აუცილებელია. ის რომ მე ვმუშაობ, რომ შენ შეგიქმნა ნორმალური პირობები განვითარებისთვის, ეს რა თქმა უნდა ესეც უნდა იყოს. ის რომ მე ყველაფერზე უარი ვთქვი და მართლა როგორც შენ ამბობდი, ორი პური მომაქვს მარტო სახში და იმიტომ რომ შენთან ერთად ვიყო, რა თქმა უნდა ეს მეორე უკიდურესობაა, მაგრამ აი ეგ რასაც ქვია საჩუქრები ბალანსს არღვევს სასტიკად. ემოციური ფონი საერთოდ იშლება და როცა მე იზრდებიან ეს ბავშვები, ყოველთვის ეგ მომენტი აქვს, რა ახსენდებათ, აი რო გადაახვეო შენი ცხოვრება, რა გახსენდება, ემოციური მომენტები. თუმცა საჩუქარს გააჩნია. აი საჩუქარმა შეიძლება ისეთი ღრმა შთაბეჭდილება დატოვოს, მე მახსოვს მაგალითად 8 მარტი იყო და ნუ ხელმოკლედ ცხოვრობდით და დედაჩემო მომიტანა
ყუთი რაღაც შეხვეული. და ეს ყუთი რო გავხსენი, ეს მომენტი იყო ამ ყუთს რო ხსნი და ყუთში იდო თოჯინა თოვლის გოგონა, სნიგურეჩკა. ჩემთვის იყო აი ეხაც რომ ახსენდება, მე ვიცოდი რომ ჩვენ არ ქონდა იმისი ძალიან ძვირფასი თოჯინა იყო. და ჩემთვის ეს იყო აი სიყვარულის ძალიან დიდი გამოვლინება. ნახე, შენ რო ძალიან დიდი ფული გაქვს და მე რაღაცა ისეც გამიკეთებ, რომელიც არაფერს არ ნიშნავს, შენთვის ამას ვერ დავაფასებ. ვერანაირად და ემოცია უნდა ახლდეს საჩუქარს, ემოციური უნდა იყოს საჩუქარი, არა მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებული, არამედ იმიტომ რომ შენ მინდა რომ გაგახარო, მინდა რომ ჩემი გვერდში დგომა დაინახო, მაგრამ არა იმის ხარჯზე რომ მე შენ ემოციას არ გაძლევ. ფიზიკურობა ემოციას ვერასოდეს ვერ ანაცვლებს, განსაკუთრებით ბავშვებში. კიდევ ერთი კითხვა, ესეთია. მე რაღაცა მინდა რომ შობელს შევეხიდოთ და ფაქტორულად ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ამას ახერხებ. რაღაცნაირად არადანაშაულებ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მშობლებისთვის და აი ერთი ვითარებაა, თქვათ, აი მუშაობ მიუბრუნდი სახლში, დაღლილი ვარ, გადავდე ეს ამბავი, მაგრამ არის კიდევ უფრო რთული ვითარებებიც, მაგალითად ღამისვლები, არის ხშირი მივლინებები, ვიღაცა გემზე, ეხლა მე მყავდა მოსწავლე, რომლის მამაც გემის კაპიტანი იყო და თვეობით ვერ ხედავ მამა ჩემსო და ნუ ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. ეხლა ამას რას ვეთქვით, ანუ შეწყვეტე შენი თქვათ მედდა ხარ სასტრაფო იმაში, ხო? ეხლა შეწყვეტე ეს და გადმოერთე ბავშვს, მოდიხარ იძინებ, შეიძლება ვერ ხვდები დროში. მე ამერიკაში ცოტა ხანი მომიწია ყოფნა და ისე იყო, რომ ეხლა არაფერი არც მაგის გასაჭირი არ მქონია, მაგრამ დროში ვერ ვემთხვეოდით. მე რომ ეძინა ამ ჩემ შულს ეღვიძა და პირიქით რა, ეხლა მე ძალიან მალე დავბრუნდი, 3 თვე ვიყავი რაღაცა სასწავლო ამბით და ესეთი მშობლები ბევრი არიან, რომელსაც დროის ხო, აი დრო ღამის ცვლა მიuliნება და ასე შემდეგ. ასეთმა მშობლებმა რა გააკეთონ, რა რჩევა მივცეთ? აი ძალიან რთული სიტუაცია და აი მე ჩერჩილის შვილები მახსენდება, რომლებსაც მამაზე რო ეკითხებოდნენ, მათ ჰქონდათ ჩვენ ვამაყობდით მამით. ემოციური ურთიერთობა თითქმის არ ჰქონდათ. ჩერჩილს მათთვის არ ეცალა, ეს ომის პერიოდები იყო, მაგრამ მათ ჰქონდათ მეორე მხარე, იცოდნენ მამა რას აკეთებდა. სიამაყის მომენტი ჰქონდათ. ან მეორე მშობელი უნდა დაეხმაროს რაღაცა ლეგენდის შექმნაში, ხო? იცი რა, ის როცა მშობელი ამას ხო რაღაცის გამო ახერხებს, ხო? რაღაცის გამო აკეთებს, იმიტომ რომ შენ იყო კარგად, იმიტომ რომ შენ შეძლო სწავლა. თუმცა როცა იქნები 6 თვეში ერთხელ ხო ჩამოდის ეს გემის კაპიტანი, ხო? მე მყავდა კლიენტი გემის კაპიტანი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი დეპრესია იმის გამო, რომ შვილებს ვერ ხედავდა. ის უფრო ცუდად იყო, ვიდრე შვილები. შვილებთანაც ჰქონდა მე შეხება, შვილები ამაყობდნენ, რომ მამა გემის კაპიტანი ყავდათ, მაგრამ მამა იყო ისე ცუდად, რომ ამ შემთხვევაში მართალი რო გითხრა, გურამ არ ვიცი, რომელი უფრო ზიანდება, მშობელი თუ შვილი. თუ მშობელი ამას სწორად მიაწვდის ბავშვს და ნახე, ადრე წერილებით კონტაქტობდნენ და ამას ახერხებდნენ და ეხა ესეთი პრობლემა აღარ არის. ელაპარაკები, ბავშვს ხედავს, ემოციას აძლევს, საქმის კურსში ხარ, მისი ცხოვრების როგორ არის, ის კი არა რა ჭამა და რა დალია. უბრალოდ რა უხარია და რა წყინს, როგორი დღე ჰქონდა. ამას ახერხებენ 5 წუთი და 10 წუთი დღეს ყველა შეუძლია თუნდაც ტელეფონით შულს დაეკონტაქტოს, მაგრამ ფიზიკური სიახლოვეც ძალიან მნიშვნელოვანია. აი ჩახუტება ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც შემიძლია ეს გავაკეთო აუცილებლად. და თან თქვა, რომ იცი რა, აი ამას რო ვაკეთებ, კი არ დავაყვედრო. ეს ჩვენ გვჭირდება, ჩვენ რო ძლიერები ვიყოთ, ჩვენი ოჯახისთვის არის ეს. თუმცა იქნება დრო, როდესაც ჩვენ ერთად ვიქნებით და სულ ერთად ვიქნებით. ხო, ეს დაყვედრება ძალიან მძიმე რაღაცაა, შენ გამოვაკეთებ და ეს დანაშაული შეგრძნება და რომ ვეღარ ირგებს ადამიანი, აი მინახავს რომ დასვენების კულტურაც არ აქვს, არ შეუძლია დაისვენოს, იმიტომ რომ სულ ფოთავს რომ აი დედა ჩემი რომ ჩემთვის ესე წვალობდა, ეხლა მე უფლება არ მაქვს რომ დავისვენო და აი ეს სიმშვიდეც ადამიანს რაღაცა სჭირდება, ხო, იმიტომ რომ ისეთი ანგრევს რა. თუმცა ნახე გურამ ის რომ დაანება დედამ მუშაობას თავი და დაჯდა სახლში. ეგეც ზუსტად იგივე ერთი კი არა. მოგიყვე კიდე ერთი ამბავი. დღეს ამბების დღე წელი სკოლაში ვარ და ამბები. ხო, დავით მოგვიწია. დედას ყავს 4 შვილი. ხო და უფლის ამ შვილებს, სამსახურიც აქვს, მუშაობს, მაგრამ რაღაც ვერ არის კარგად რა, ვერ გრძნობს თავს კარგად და მივიდა თავის მოძღვართან და ეუბნება რაბინო.
4 შვილი მყავსო. სახლი მაგარი, მაგ ყველაფერს ვაკეთებ ჩემი შვილებისთვის, რაღაც ვერ ვარ კარგათო. რატო ვაკეთებ ამ ყველაფერსო? უთხრა, მუშაობა ვდივარ, ვალაგებ, ხეხავ, იმაშობი, ანუ ყველაფერი მოუყო. იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა რომ ბედნიერები იყვნენ ჩემი შვილებიო და იცი რას გეტყვიო? ბედნიერი დედა ჭირდებათ ბედნიერ შვილებს. უბედური დედა ბედნიერ შვილებს ვერ გაზდისოთ. წადი ეხა და იფიქრე. წამოვიდა ეს სახლში, შევიდა სამზარეულოში და ხედავს რომ წიგნი უდევს, რომელიც 4 წელია უდევს და გადაშლა ვერ მოახერხა და გადაშალა წიგნი, დაისხა ყავა, დაჯდა და კითხულობს. და ამიტომ შემორბის ეს პატარა შვილი და ეუბნება დედა მშიაო. იცი რა არ მცალიაო და შვილი გაუგონდა, რა ვქვა დედა სარცალია, იმ წუთას ყველაფერს მოართმევდა და ტირილი დაიწყო. და ამონთხრა, იცი რა გადიო, ეხა ვკითხულობო და ხელს მიშლიო და როცა დავასრულებო, მე მოგხედავ. გავიდა ბავშვი ტირილ-ტირილით გაუგნებული და უფროსი შვილი შემოდის, რომ დედა უთხრა ბავშვიო, ტირისო, რასაკეთებო და უცებ გაუგნებული უყურებს დედა ზის, წიგნი უჭირავს, ყავას სვამს და დედა ესეთ პოზაში არ უნახავს არას, რასაკეთებო და ბედნიერებას ვაკეთებ თქვენთვის. ხო, მშობლის ბედნიერება ძალიან მნიშვნელოვანია. გარანტია აქ ერთ-ერთი შეხვედრა იყო და ჩვენ ბოლოს ფორმულები გვაქვს ხოლმე როგორ ვინ არის ბედნიერი ბავშვი და მოკლედ ერთ-ერთმა სწორედ ეგ თქვა რომ ბედნიერი ბავშვი არის ბედნიერი მშობლის შვილი. კი, ნამდვილად. არის რამე განსხვავება თქვა დედის არ ყოფნას და მამის არ ყოფნას შორის, იმიტომ ჩვენ რაღაცა ტიპის სტერეოტიპებში ვართ ხოლმე და ხშირად გამიგია თქვა ოჯახებში არის ესეთი სისტემები. თქვა პირობით ვიღაც ამბობს რომ ისე ჯობს მამა მუშაობდეს ვიდრე დედა მუშაობდეს და რეალურად ეს აისახება რამე ფორმით ბავშვის თვითშეფასებაზე თუ არა თუ გარემო ნახე როგორ გარემოს უქმნი თუ იმ გარემოს შეუქმნი რაც ბავშვს ჭირდება გინდა დედამ შეუქმნას და გინდა მამამ რა მნიშვნელობა შვებიამაც შეიძლება შეუქმნას ეს ჩვენ ვიცით რომ წლამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვი იყოს დედასთან და ამის მერე უკვე ორივე მშობელი იმაზე უნდა ზრუნავდეს რომ ბავშვს კონდეს განვითარებისთვის კარგი გარემო მხარდამჭერი გარემო კონდეს სიყვარული და როცა აბას მოვახერხებთ ბავშვი ძალიან ბედნიერია. და თან იცი რა არის, აი კიდე იმაზე მიფიქრია ხოლმე რომ თქვა აი მშობლის შრომის მოყვარები ხ მამა ჩემიც და დედა ჩემიც ძალიან ესეთი შრომის მოყვარე ხალხი არის რა, ფუსფუსა ადამიანები რო არიან და ეს ჩემთვის რაღაცა მოდელი იყო, რომ თქვა აი ეს ეხლა მე ფიზიკურად აი ხო არის ადამიანი უსაქმურობა რო შეუძლია რა, ანუ ზედმეტად ეხლა რომ სულ მუშაობაზე კი არ ვფიქრობ, მაგრამ უსაქმურობა, განადასვენების არ ქონა, არამედ უსაქმურობა, აი უსაქმურობა არ შემიძლია. იმიტომ რომ რაღაცა ესეთ მოდელში გავიზარდე, რომ ამას უყურებდი ხოლმე და თქვა შეიძლება რომ მშობელმა ეს შეგნებულად გადააქციოს ბავშვისთვის მოდელად და აუხსნას, რომ აი თქვა შრომის კულტურა ასევე მნიშვნელოვანი კულტურა არის და ასევე მნიშვნელოვანი შენაძენია, იმიტომ რომ ხა თქვა აი პირობითად დასავლურ ცივილიზაციაში ხშირად ეს მოდელი იქ რელიგიასთან მიბმული არის, თქვა პროტესტანტიზმში შრომა ლოცვასთან არის ფაქტობრივად გათანაბრებული და ყველა მიცის რომ ეს შრომის ციკლში ჩართულობა ეს კარგი რამაა და არ არის ცუდი რამე. ჩვენ შეიძლება რომ ვთქვათ აი მშობელმა ეს თავისი ასე ვთქვათ მუშაობის პროცესი გადათარგმნოს ბავშვთან ამ თვალსაზრისითაც რომ ეს კულტურის ნაწილი არის. გურამ ნახე რა თუნდა გადათარგმნა თუ მე სამსახურიდან ბედნიერი მოვდივარ. ხო, მაგრამ ხო ვერ ბრუნდებით ყოველ სამსახურიდან ბედნიერი. მე სამსახურიდან ბედნიერი ცოტა დროს მახსოვს რომ დაბრუნებულიყავით, როცა სანამ ჩემ აქ სივრცეში არ დავიწყე მუშაობა. რასაც აკეთებდი არ გაბედნიერი. ესე იგი მაშინ ის მოდელი რომ დაიმახსოვრ რომ შენმა შვილმა და ეს დიდი ხანი გაგრძელდეს, ის ჩათვლის რომ შრომა ბედნიერება არ არის. მე ხშირად მეუბნები ხოლმე რომ ამდენს მუშაობ. მე ვიტყვი რომ რა არ მუშაობ ალბათ. იმიტომ რომ იმდენად მიყვარს ის რასაც ვაკეთებ, ძალიან გულწრფელად ხო, პრინციპში ეს სამსახურის სამთვაზე მიყვარს ჩემი საქმე, რომ პრაქტიკულად არ ვიღლები. იმ ხელა სიხარულს მანიჭებს და ბავშვი როცა ამას ხედავს, რომ მშობელს, თუმცა შეიძლება მეორე მხარეს ხედავდეს, რომ მშობელი მოდის და მუშაობს იმისთვის, რომ ლუკამა პური მოიპოვოს და არაბედნიერებს და არ უყვარს თავის სამსახური. ბავშვი გრძნობს ენერგეტიკას. შენ როცა სამსახურიდან გაღიზიანებული მოდიხარ ერთი დღე, დაღლილი კი ბატონო. გაღიზიანებასა და დაღლას შორის დიდი განსხვავებაა. შენ რო ამბობ, როცა ამას აწყობდი, გაბრაზებული მიდიოდი თუ დაღლილი? არა, ამ ჩემს სიტუაციაში არა, სასიამოვნო დაღლილი პირიქით აი ესე. ხო, მაგას ვამბობ, როცა ხედავ რომ მოდიხარ და სახეზე მაინც ღიმილი გაქვს და ყვები რომ დღეს აუ რამდენი საქმე მქონდა, ეს გავაკეთე, ეს გავაკეთე. მე ვცდილობ ხოლმე რომ სახში არასოდეს არ მივიტანო გარედან არაფერი.
საერთოდ არ მიმოქვს, ანუ იქ სხვა შენ როგორც კიდე არ მიიტანო მაინც გრძნობა. კი, რა ვიცი, შეიძლება ეგ ხომ, თუმცა ვცდილობ ხოლმე რომ არ წავიდე. ყველა ვარიანტში გრძნობენ მშობლის ენერგეტიკას. აი, უნდა მეკითხა, რომ ქრონიკული გადაღლა, როცა შრომა ქრონიკულ გადაღლაში გადადის, ბავშვზე აისახება ეს რაიმე ფორმით? რა თქმა უნდა, აუცილებლად. და როგორ აი რანაირად აისახება? ბავშვი ამას გრძნობს, რომ მშობელი არ არის. დანაშაულის შეგრძნება უჩნდება თუ რა? ზოგს უჩნდება დანაშაულის შეგრძნება. ზოგს უჩნდება შეგრძნება, რომ რასაც აკეთებს ეს შრომა არ არის კარგი. იმიტომ რომ ჩემი დედა თუ მამა უბედურია და მე ეს გაღიზიანებული როცა არის მშობელი, თავისთავად კამათი ხდება ოჯახში და უკვე იძაბება და მთლიანი სიტუაცია უკვე დაძაბულია, ხო? და გადამწვარ ადამიანს არაფერი აღარ, ემოცია აღარ აქვს და ჩვენ რაზე ვილაპარაკეთ, რომ ბავშვისთვის არ არსებობს დრო და საათები, ბავშვთვის არსებობს ემოცია. ბავშვი არ ითვლის დროს, ბავშვი ითვლის ემოციას და გადამწვარ ადამიანს ემოციის მიცემა არ შეუძლია და მოგეხსენება ბავშვი ჩვენი სარკეა, ხო? როგორიც არის მშობელი, ბავშვზე ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს და მერე წლები ჭირდება ალბათ ფსიქოთერაპიაზე სიარული, რომ ის პრობლემები, რაც ბავშვობაში, რამაც მას შეუქმნა, ის პრობლემები, რაც დიდობაში აქვს, ის პრობლემები გაასწოროს და ის დამოკიდებულება შეცვალოს. იმიტომ რომ ემოცია, სიყვარული არის პირველი, რაც უნდა ბავშვს მივცეთ ნებისმიერ ასაკში. კი ბატონო, ნამდვილად ეგრეა. მე კიდევ ერთი ტექნიკა შეიძლება გაუზიაროთ მსმენელს, რამდენადაც შესაძლებელია. მე ჩემ თავსაც ხშირად ვახსენებ ხოლმე, რომ კარგი მეთოდის ბივაგენი პერიოდულად ერთად სამოგზაუროთ სადმე წასვლა. ეს არ ნიშნავს სადღაც თქვა უცხოეთში წასვლას. აი პატარა მცირე გასვლაც რაღაცა ბუნებაში, პატარა პიკნიკის გაკეთება, რაღაცა თუნდაც მდინარის პირას ჩასვლა და კენჭების სროლა და რაღაცა ძალიან მშველის ხოლმე მეც ბავშვებსაც რაღაც სხვა ტიპის ურთიერთობებს აყალიბებს და შეიძლება ეს გამოადგეს ვინმეს, ვისაც აწუხებს ის, რომ თქვა შულთან დროს საკმარისად ვერ ატარებს და ბოლო შემაჯამებელი კითხვასავით მინდა, აი რა უთხრათ იმ მშობლებს, ვისაც მაინც დანაშაულის შეგრძნება აქვს და იხლიჩება შუაში კარიერასა და თქვა შვილის აღზრდას შორის და ფიქრობს, რომ აი რომელ შორის როგორ გავანაწილო. ერთია თეორიულად რას ვეუბნებით, მაგრამ მეორეა პრაქტიკაში მაინც ეს როგორ მუშაობს და ძალიან კარგი კითხვა და მე ამაზე რაღაცა ასეთი პასუხი მაქვს. არ გამოვყო სამუშაოც დრო ცალკე არ გავაცალკეო სახლის დრო ცალკე ანუ რას გულისხმობ ის რომ 50% სახლი 50% სამსახური არა ემოცია მნიშვნელოვანი რა ემოციას მოვიტან მე ბავშვთან გავაერთიანო პირიქით ის სავსე ვიყო ამ ყველაფრით როცა მუშაობ ძალიან კარგია ეს სამსახური რომელიც არის ჩემი მე მიყვარს მე იმათ მხდის მე ვინც ვარ მაგრამ რო ხანახან არ უყვართ ეს სამსახური ეხლა ამას წინათ როცა ნახე გადარჩენაზე მასლოუს პირველ მეორე საფეხურზე როცა ლაპარაკი იქ რა თქმა უნდა და იცი შენ წარმოვიდგენ გურამ როგორი პატარაც კიდე იყოს ბავშვი ამას ხვდება ამას წინათ იცი რატო ვამბობ რომ აი ძალიან ჩემთვის ისეთი მტკივნეული იყო ვაგზლის ტერიტორიაზე მომიწია გავლა და ქალბატონს ქონდა გაფენილი კარდონები და დაღლილი ესე იგი რაღაცა ვედროებით სარიელი ეთქო რაღაც გაყიდა და იქ ეძინა ჩაეძინა ეხა ამ რაღაცა თეორიული იმითი ამ ადამიანს ესე ელაპარაკო მე პირადად გამიჭირდება მივხვდი ხომ პირველი მეორე საფეხური სანამ დაკმაყოფილებული არ არის რომ დაცულობის მოთხოვნილება, სიცოცხლე დაცული რომ საკვები კონდეს პირველ რიგში, ჭამის, ძილის, თავშესაფრის მოთხოვნილება, ეს ყველაფერი ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, როცა ეს ყველაფერი აქვს. ელემენტარული როცა აქვს, რა თქმა უნდა. თუ ადამიანს ეს არ აქვს, რა თქმა უნდა, და იქ გადარჩენაზეა საუბარი. იქ სხვა თემაა და ბავშვების შესაბამისად ცოტა სხვანაირები არიან. კი. თუმცა ბავშვს გააჩნია. ხო, ფსიქოტიპის მნიშვნელოვანია, კი, სხვადასხვანაირად აღიქვავს ბევრი ადამიანი, ბევრი ბავშვი. დიდი მადლობა, ფიქრობ, საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა, რესურსი იმისი, რომ კიდევ ასე ვთქვათ, ბურთი გვეგურებინა, მე მგონი იყო, მაგრამ მაინც უხდება ყველაფერს დროული დასასრული ხოლმე და ტრადიციული შეკითხვა, როგორია ბედნიერი ბავშვი? ბედნიერი ბავშვი არის ბავშვი, რომელსაც არ ეშინია ექსპერიმენტების. რომელსაც არ ეშინია ახალი გამოცდილების მიღების, რომელიც ენდობა სამყაროს. და როგორც წესი, ესეთ ბავშვს ყავს ბედნიერი მშობელი, რომელიც მას ენდობა და მის გვერდით არის, როდესაც ბავშვი ჭირდება. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ლალი ბადრიძე, ჩვენ ვილაპარაკეთ თემაზე, როცა მშობელი მუშაობს და თუ რამე შეკითხვები გექნებათ, შეგიძლიათ ამ პოდკასტის ქვეშ დაგვიტოვოთ და
ხაბატონი ლალი ნახავს აუცილებლად ამ კითხვებს და არ ვიცი ხა პასუხს როგორ გაგცეთ, მაგრამ რაღაცნაირად ვეცდებით რომ გიპასუხოთ. მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა პირიქით.